ეს გენიალური კადრები, როდესაც სერგი ცხოვრებაში პირველად ჩაპიკო აკევი, მე ამის ამყოლი არა ვარ და მე მგონი მესამეს დაულიეთ გოლფის მაგარად რო გადავდით მე და გახსოვს უზომობა რა ვიცი ალბათ სიყვარულშიც კი არ ვარგა მაგრამ შეიძლება სიყვარულში ვარგა და მეგობრებო ესე იგი ჩვენი სერიალის მეოთხე სერია იწერება ეხლა. ჩემი პირველი სტუმარი იქნება ჩვენი საყვარელი, აბსოლუტურად გატიალებული მთვრალი, ჩემი სერგი. რომელიც უნდა მოსულიყო ხიზელი, რომელსაც ჰქონდა დიდი დღევანდელი გეგმები, მაგრამ მოვიდა და არის მაგარ ფორმაში. Hey brother. და ეხლა მეუბნება Brother, follow my way. ერთი წუთი follow my way. გადაცემას ვწერთ 12 საათზე დღისით. თურმე 2 დღეა დიმპიტაური დამპიტაური. ნუ რა გავაკეთოთ? დიმპიტაური, დამპიტაური, ბატონო დავით, ერთ რამეს გთხოვთ. აი დედა. შენ გუგასთან ერთად, ჩემ პატარა ოქროს ბიჭთან და ანგელოსთან ერთად. ქვეყანა შემოვიარე, ვერ ნახე თქვენი ბადალი, თუ გინდა თავს არ მოვიკლავ, ოღონდ მითხარით მართალი. ეს გენიალური კადრები, როდესაც სერგი ცხოვრებაში პირველად ვერ ნახე თქვენი ბადალი, თუ გინდა თავსაც მოვიკლავ, ოღონდ მითხარით მართალი. ჩაპიკო აკევი, მე ამის ამყოლი არა ვარ და ალ მომეცქალა ოპირობა ან გამითხარე სამარე ბავშვივით მოგეფერები ან მაგმარე ექსიმცა აი ღმერთო გვიშველი რა უნდა გავაკეთოთ მაგრამ ეხლა სულ სხვანაირი გეგმები ქონდა მაგრამ ნახეთ ეხლა სერგი ამჭიქით დაგლოცავთ ვისაც ჩვენი გამოწერა გიხარიათ და თუ არის ის ხალხი ვისაც არ გამოუწერივარ სერგი თქვა რომ იმათ სადღიგრძელოს არ დავლევო მეგობრებო გაძლევთ ერთსულოვან პირობას ცხოვრებისეულ ასპექტში თქვენ შეიძლება მე 200 წელი არ გამომიწეროთ, მაგრამ მე და დათო გიორგობიანს სიჟემდე გვიყვარხართ ყველანი და უფალი იყოს თქვენი ფარველი და ნუ გამომიწერთ. May God bless you forever and ever. Amen. თვალის მაგარი, იმიტომ რომ გული კეთილია და აი ნახე როგორ რაღაცებს ლაპარაკობს. მე მოვიდა რომ თვალის სერგის ჩაწერა. თვალის სერგის ჩაწერა ეს ალბათ მილიონ წელიწადში ერთხელ ხდება ხოლმე ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ სერგი საერთოდ არ სვავს მაგრამ დღეს ნუ ეგრე გამოვიდა. ესე იგი როგორი გეგმა გქონდა სერგი, როგორი კარგი თემები დაგვილაგა გუგამ. აი გუგამ წერალ მაგარი რამე თქვა რა საყვარელი მაცემა გუგლიკამ სერგი ნასამი უფრო ბედგემრიელია ვიდრე თრალი კეგენაცვალე ერთ ლექს გეტყვი და მე დავამთავრე მე ლექსები თქვი კაცო შენ ოღონდ ლექსები თქვი და შენ ახარ ჩემი წითელი ვარდი ტოტებზე აწოდილი შენ ახარ ჩემი უკდავი ბალღი ნაზი და ხმატკბილი რაც უფრო იძირები მე შენ სიყვარულში უფრო ვიძირები სადაც არ წახვიდე ცხოვრებით და ცხოვრების მრუდებით მაინც იცოდე მე დაგიბრუნდები რობერტ ბერნსი შოტლანდიელი 1817 წელს დაბადებული ლეგენდა შოტლანდია სერგი ესე იგი ჩვენ ახლა YouTube-ზე ვწერთ მეოთხე სერიას რომელშიც აბსოლუტურად ფხიზელი გემრიელი და უსაყვარლესი ნუ უსაყვარლესი მე მგონი მართლა ხარ მაგრამ აი არაფერი არა ვარ მე სიკვდილის
როგორ თქვა ვილიამ შექსპირმა ყველაფრით დაღლილ სანატრელად სიკვდილი დამრჩა ვილიამ შექსპირმა თქვა შენი შოუმენი შუბა დაუხიე მე რა ძალიან მაგარი ხარ სერგი მოდი მიყვარხარ და კოცრით მიყვარხარ გაგვიმარჯო სერგი ჩვენი გამომწერები დალოცე რომლებიც ელოდებოდნენ ჩვენ მეოთხე სერიას სულ სხვა სცენარით მაგრამ ეხლა წავა ძალიან იმპროვიზირებული, არა დაგეგმილი გადაღება. გუგა, იცი როგორ მინდა რომ სიუჟეტში მოხდეს, გენაცვალე საყვარელო შვილო, მიყვარხარ ძალიან რა ვქნა, მიყვარხარ რა. გუგა, შემოსაყვარელო უქროს ბიჭო, მე და მამა შენმა ერთმანეთი გავიცანით 2015 წელს და იმის მერე აპოლოგეტიკა და სიყვარულის გარდა არაფერი არ გაგვაჩნია. ძმობას გაფიცებ ერთ რამეში დამეთანხმე და დამერწმუნე რომ შენი უსაყვარლესი და უფალ ქრისტეში ჩემი მაკა და ინა შენი დები არიან. მარწმუნე მაგაში გერხოცები. და შემთხვევაში მე დაძმობის გარდა არაფერი არ გამაჩნია და დები მიყვარა ძალიან. სერგი ნახე ჩაპიკოს როგორი ქუდი მოუტანეს. ჩემი სიკალელი. ჩაპა. მოკლედ დღეს ყველაფერი გადავათამაშეთ. ჩემი სერგი ჯიპიტი დღეს არ არის. დღეს არის ჩემი სერგი ცოტა ბახუსის ტყვეობაში. ეხლა ერთი პირობით რა, თუ ძმა ხარ და თუ ჩემი სიყვარული გაგაჩნია ისტორიულად ნება მომეცი რომ მე ჩემი საყვარელი გუგას სიყვარულში და შენ სიყვარულში რახან დამიძახე და რახან მომიყვანე ზუსტად ერთი ლამაზი სიუჟეტი გამეკეთები სიამოვნებით ბატონო სერგი სანამ გამიგლეჯი ხარ შუაზე რატონა გამგლიჯოს შუაზე რა დაგიხშავე შენ და თქვენ სიუჟეტს ველოდებით სერგი მოკლედ დღეს სხვა გეგმები გქონდა მაგრამ ამ შენმა იმპროვიზირებულმა კარგმა სიმღერებმა არ ვიცი გუგა რას ჩასვაოს რას ამოიღებს თქვენ ძალიან წარმატებული საღამო გქონდა მეგობარო ოღონ დილა ამ დილას 12 საათზე ეგეთი გაგალეჯვა როდის მოასწარი კი ხარ გასაგალეჯი მაგრამ მოკლედ მეგობრებო დღეს სერგისთან ერთად დაგეგმილი გქონდა მეოთხე კარგი სერიის გადაღება ჩემი სერგი ცოტა იმაზე მეტად თვრალი მოვიდა როგორც მაგას არ ჩვევია ამიტომ თუ გინდათ რომ არ ვიცი მე კი მაგრამ ვეჩხუბე და ეხლა ჩავსვი მანქანაში და გავუშვი მაგრამ ნუ გადაღებები გრძელდება მეხუთე სერია იმედია უფრო პროდუქტიული იქნება ეხლა მე და გუგა გავაგრძელებთ გადაღებას გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს გვეყოლება ბევრი კარგი ახალი სტუმარი იმიტომ რომ გუგა მეუბნება რომ მარტო შენ და სერგი არ შეიძლებაო სულ სტუმრები უნდა ყავდესო და ამ სერგის კიდე აღარ შეუულია და არ ვიცი როგორ გამბოა ცოტა ნერვები ამეშალა მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება რა ყველაფერი კარგად იქნება აბარა მამა ისე სიმართლე რომ გითხრა რაღაც პონჩი ხო არ ვიცოდით რომ თრალი იყო მაგრამ ანუ თრალი სერგის ჩაწერაც ანუ მაგარია რა იმიტომ რომ ხალხმა ხო იცის შენი ვიდეოებიდან ხო იცის რომ სვავს ეს ხო რაღაც ახალი არ არის ეს ხო ხალხი როგორი არის მარტო გართობა ხო არ არის ეხლა ნახე სერგი ძალიან ცოდუა თუ ბევრს დალევს მამა იმიტომ რომ ამ ხალხმა არ იცის იცი მე რამდენი მწერს და მეუბნება რომ კაი რა დათო დაალევინო იმად რა იციან რომ ეს მოკვდება ძალიან ცუდად არის როცა სვავს მინიმუმ ერთი თვე არაადეკვატურია ვეღარაფერს ვეღარ აკეთებს არის მოჩვარული და არის უვარგისი ამ დროს ხიზელი სასწაული გონება აქვს უმაგრესი ტვინი აქვს მაგარ ხოძია ყველაფერი შეუულია და ნახე დაალევინე და ზუსტად ერთი თვით ვკარგავთ რა აი ახლა ეგ ამახალწლებამდე ვერ გამოფხიზდება ოღონდ იმათვის ვინც 2 წუთი უყურებს სერგის ეს არის რომ დალიოს რატო უშლი
ეგ არის გაწირვა რა მე თუ მკითხავ ეგ იგივეა რომ აი იკეთებს რა შენი ძმაკაცი წამარზა გაიკეთოს რა ნუ ხონდა ეცადო რომ არ გაიჭხიროს იმან არ დალიოს ამან აბა სხვა რა შეგვიძლია თო დავლევს და ნუ რა ეხლა დალევას ზომა რო კონდეს ყველაფერი ზომიერად არის კარგი შენც რო იცოდე გუგა შენც და შენმა მეგობრებმაც აი ყველაფერი უნდა იყოს ზომიერად რა ნახე უზომობა რა ვიცი ალბათ სიყვარულშიც კი არ ვარგა მაგრამ შეიძლება სიყვარულში ვარგა რა შენ არ სოდი არასდროს იცი რა გუგა არასოდეს არ მინახე ხარ მთვრალი არასოდეს მე ეხლა თელი ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით ერთადერთი რა მახსოვს იცი კაჭრეთში ვიყავით მე და შენ აი ბუბურო გავიცანეთ ის დღე იყო მე და შენ დავლი ამბასადორში ვიყავით მე და შენ და ერთ ჩამოსასხმელ ლუდი მომიტანეთო და მეთქი მეც მინდა მეთქი ამასაც მოუტანეთ დავლიეთ მე მეორე მოიტანეთ მე მეორე დავლიეთ მე მგონი მესამეს დავლიეთ და გოლფის მაგარეთ რო გადავდით მე და გახსოვს ეგრე არც მანქანა გიტარები არც ეგეთი მთვრალი მახსოვხარ და მახსოვს რომ ახვედი და ეგრევე დაგეცინა მთვრალი არასდროს არ ყოფილი ვარ ნახე მე ხნა ხო იცი დიდი ქორწილები მითამადია 6-7 ლიტრა ღვინო დამილევია ძალიან ისეთი რაღაცა თუ ხდება და ვერ შემატყობ მაგრამ მე თვითონ ჩემში აი არასდროს ბავშვობიდან აი ეს ჩემი ძმაკაცები მე-7 მე-8 კლასიდან რო დაიწყეს დალევა მე მის მერე არ მიყვარდა ეგეთი დალევა ხუდუშაურები რო დალევდნენ და ესე ამოვიდებდი ორივე სიხლიაში და მივუყვანდი სახში ჩემი თინადეი და მაგათი დედა კიდე მე მეჩხუბებოდა რატო დაალევინეო მე კი არ ვალევინებდი მე ვეხოცებოდი არ დალიოთო აი ჯერ კიდე ბავშვობიდან რა მაგრამ ყველა ჩემი ძმაკაცი მაგრას სვავდა და მე რაღაცნაირად ეგრე გამოვიდა რომ ამათი ის ვიყავი გამცილებელი მიმხედავი და აღარ მიყვარდა რა ოღონდ ბევრი დალევა არ მიყვარდა თორე ერთი ჭიქა ორი ჭიქა აი გემოს ჩატანება ეგრე კი და ვერგა იცი როგორ უკვირდათ გუგა რუსეთში რო ცხოვრობდი ვერ წარმოედგინათ რომ კაცი არ სვავდეს ძალიან ბევრს და ავათახარო რატო არა სვავ და მე ყველა ამიტომ ახლა რა ვისწავლე იცი ჭკუა პირველ ჭიქას ვიღებ უცხო სუფრაზე თუ ვარ თორე ახლა ჩემო მეგობრება იციან და არავინ აღარ მეუბნება დალიეთ ეს უცხოები კიდე ყველას რომ უნდა რომ ცხოვრება გასწავლოს და ჭკუა დაგარიგოს და რომ გიხსნიან რომ ერთი ჭიქა სასარგებლოა ორი ჭიქა ესეთია სამი ჭიქა ესეთი მე ვისწავლე ჭკუა ავიღებ პირველ ჭიქას არავის არ ვეუბნები რომ არ სვავ მიუჭახუნებ დავლოცა მოვეფერები სუმანქანით მე აღარ ადარდებთ რა უკვე და თუ პირველ ჭიქაზე ეთქვი არა ვსვავო თუ ეთქვი პირველ ჭიქაზე არა ვსვავო აუ დაგიწყებე რატო არა ვსვავ ღვიძლი გტკივა თავი გტკივა ტრაკი გტკივა გული გტკივა კაროჩე რა კაროჩე ესე რა არ მიყვარს აი მაგაში რა არ მიყვარს ცოტა დიდ თაობაში ეს მანქანით დატოვე მანქანა უკვე სხვანაირად გაქვს რა ჩვენთან კიდე ეს დატოვე მანქანა არ გვითხრა აი დიდზე მინახია რომ აი ჯდება და მიდის მერე მაგ მანქანით რა იცი რა გუგა იმდენი ადამიანი დაღუპა ნასვამა სიარულმა ისედაც ამდენი გადადალია ქალაქი ქვეყანა მანქანები ეხლა შეიძლება შენ კარგი სიმთვრალე გქონდეს კარგად მაგრამ არ შეიძლება კაროჩე არ უნდა დაჭდე რა ნასვამი მანქანაზე არ უნდა დაჭდე იმიტომ რომ სხვასაც ღუპავ შენ თავს ხო ღუპავ მაგრამ სხვას ღუპავ და აი პროსტო უფლება არა გაქვს რა ამას გამართლება არა გუგა შენ რო ნასვამი დაჭდები რაღაც ჩარში გაეხვევი და არა და 90% ეს გავლილი გვაქვს. აი, ერთი ჭიქა დალეული იქნება თუ 2 ლიტრა. ძალიან ბევრი. შეიძლება ოდესღაც მეც დაუნჯდარვარ საჭესთან რა. არ შეიძლება რა. ეს არის ძალიან შენ თავს ვერ აპატიებ მე რა. გამოიძახე ტაქსი წადი სახში რა. ან არ წახვიდე მანქანით, მაგრამ იცი რა არის ისევ ჩვენი მენტალიტეტი რა. აი, 3 ჭირი არსებობს რა. кайფი, დალევა და თამაში. ნუ კიდე უამრავი უბედურება არსებობს, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამ 3 ჭირში მე თუ მკითხავ, ყველაზე უბედური მაინც მოთამაშია, რომელიც ყველაზე იოლად გაგწირავს, ნახე რატო გუგა. ეხლა სერგისნაირი გაგწირავს ადამიანურად, მაგრამ ის ხო თავის ჯანმრთელობას წირავს. ნახე რას მოგიყვები. აი, кайფის ტიპი შეიძლება ერთ დღეში დალევაზე მაინც არ არის. მე მოგიყვები და აი მიხვდები რიცხვების დედავატირი, მაგრამ რიცხვებით მიხვდები. ეხლა სერგი 50 გრამი დამალევინეო და დაალევინებ რაღაცნაირად მოეფერები, ნუ მთვრალია, გაუშვებს სახში და თავის უბედურია, მაგრამ დალევს, ნუ ყველაზე მეტი 1 ბოთლი არაყი დალიოს. ნუ ნარკომანი და მორფინისტი ხო კიდე უფრო უბედურია, მაგრამ
ისიც ერთხელ რაღაცას რო გაიკეთებს და თქვა და აი მომეცი 100 ლარი 200 ლარი და იმ წუთში გადააგდოს რაღაცა და ეგეც დიდი ჭირი და უბედურებაა, მაგრამ მაგასაც აი 200 ლარად იმ დღეს გააჩუმებ. მოთამაშე მამა, აი მოთამაშე ყველაზე ცოდოა მე თუ მკითხავ რა. ყველაზე ცოდოც არის, ყველაზე საშიშიც არის და ყველაზე საშიში ურთიერთობა, აი მე გეტყვი რატო. მოთამაშეს აქ იმდენი ვალები, იმდენი ფული წაგებული, იმისთვის ლიმიტი არ არსებობს. ნახე სერგისთვის ერთი ბოთლი არაყი დამთავრდა რა მეც პროსტა ვერ დალევს და 100 ლარად სერგის პრობლემა არის მოგვარებული. მორფინისტის და ნარკომანისაც, ნუ აი 200 ლარად ყველაფერი შეგეშვება. მოთამაშემ რო იცის, რო შენ გაქვს ფული, ეს 100 დოლარია თუ 100,000 დოლარი, უნდა რომ ეს თვითონ აიღოს. ერთხელ ითამაშოს, იმიტომ რომ ნახე 100,000 დადებ, 100,000 მოიგებ. 1000 ლარს დადებ, შანსი გაქვს 1000 მოიგო. 5 ლარს დადებ, 5 ლარს მოიგებ. ამიტომ რაც მეტი აქვს, ყველაფერზე მოაწერს ხელს, ყველაფერზე შეიძლება გაწიროს თავისიანი, თავის მეგობარი, თავის ოჯახი, თავის მაკაცი, დაანგრიოს ყველაფერი, გაიუბედუროს თავი, გაუბედუროს თავისი ყველაზე საყვარელი ადამიანი. და იცი რამდენი მაგალითი ვიცი გუგა რომ ორი უახლოესი ძმაკაცი აი ჩემი უბნელები ერთმა გაყიდა ბინა. ერთადერთი ბინა ქონდა რა და 80,000 დოლარი ედო სახში. იმ ბინით უნდა ეყიდა კიდე ერთი ბინა და უამრავი რაღაც პრობლემა მოეგვარებინა. ეს მეორე შეუჩდა, რაღაცნაირად მოერია, მოახტინა ზეგავლენა. მე თავიც მოიკლა რო იცოდე რა, რადონის უბედურება გაუკეთა. ნახე, ეს ფული მოპარა. წავიდა და იმავე ღამეს წააგო კაზინოში. იმავე ღამეს 80,000 დოლარი წააგო. რა გრჩება რომ ანუ რაც უფრო დიდი ფულია, უფრო დიდი შანსი გაქვს რომ მოიგო? ნუ ფულში ეგრე არის, გუგა, ელემენტარულად ადე წითელზე რაღაცა თანხა და თუ დაჯდა წითელი, იმდენივე მიგაქვს. შესაბამისად, შენ თუ ქვეყანავალები გაქვს და ამას ბევრი ფული აქვს, გინდა რომ ერთხელ დადო იმ წითელზიან შავზე, ეს ყველაზე პრიმიტიულ ხერხს გეუბნები, თორე 1 მილიონაირი ვერსია და შანსი არის. მაგის შანსი მართლა 50-50-ია? ბიჭო, წითელი და შავი არის ორი ფერი, ხო? ან წითელზე უნდა დადო, ან შავზე. აი, მაგის შანსი მართლა 50%-ია. არა, გუგა, 50-50-ზე არ არის. შეიძლება ერთ დღეს 100% შენი იყოს, მაგრამ ეს არის პროცესში წაგება. პროცესში დედაგეტირება, პროცესში გაუბედურდები, პროცესში დაკარგავ ოჯახს, დაკარგავ პატივისცემას, დაკარგავ სიყვარულს, დაკარგავ მეგობარს. მე ყველაზე ახლობელების დაკარგვაც კი მინახია თამაშის გამო. ნახე, მორფინის მაინც ბოლომდე გაყვები რაღაცნაირად მიხედავ, გადაარჩენ, უმკურნალებ, ეცდები მაინც. ლოცსაც აი, როგორც ახლა წეგან სერგის რაღაცას გაუკეთებ რა, დააბინავებ და 1-2 დღე, ნუ მანდაც 1000 ხერხია, მაგრამ რაღაცას მოაგვარებ. მოთამაშე, აი მე რა არ მინდა, იცი გუგა, შენ და შენმა ძმაკაცებმა რო ითამაშოთ და მოიგოთ. აი მაშინ დაგენძრათ თუ მოიგეთ რა. როგორც კი მოიგებ, შეგონია რომ ეს არის ყველაზე ადვილი, ყველაზე იოლი ფული და ხარ ბედნიერი თო. ნახე, დადე გინდა ტოტალიზატორში, გინდა კაზინოში 100 ლარი. გახსოვს შენ ერთხელ მე რო გითხარი რომ ის კარჩე მე მაგის ინტერესი მქონდა რომ ანუ აი რაღაცა ხო გინდა რომ გაიგო და ეხა ყველა ჩემ ხელათებს აქვს მაგის ინტერესი და ერთხელ ბარსელონა რეალის თამაში ადრე რა და ვეუბნები რომ მეთქი 3-1 დაწერე მეთქი და ნეიმარის 2 გოლი დადე მეთქი რა და ამანაც კაი 30 ლარს დავდებ შენი ხათრითო პროსტა ნახეო როგორ მარტივად კარგავ ფულსო რა ხო და ნეიმარმა 2 გოლი გაიტანა და ბარსელონა მოიგო 3-1 და ბიჭო, რამდენ ლარს ვიგებ მეთქი, ნაკითხი რომ მქონდა, იგებ 850 ლარსო. ხო და ნეიმარმა გოლი გაიტანა და 3-1 ხომერჩა. გირეკავ შენ, არ პასუხობ. მეთქი საცავიდა მეთქი ეს კაცი. და გირეკე და რომ მოვედი გახსოვს რა ვითხარი, გამოვიტანოთ და ეგრევე სხვებს ჩაურიცხოთ ეგ ფულიო რომ პროსტა არ აიღო რა. იცი რა გუგა, ეს არის ძალიან ეშმაკისეული. აი ნახე, შენ ხელა ბავშვებისთვის არის დიდი ცდუნება.
ჩემხელები და დიდები, ვინც უკვე დიდი ხანი თამაშობს, იმათ სახელმწიფო უნდა მიეხმაროს. ეს არის ლუდომანია ქვია. დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე არის ყველაზე დიდი ჭირი რა. აი, ეგეთი დიდი ჭირი არ არსებობს. ყველა იძახის რომ შევდივარ კაზინოში ვერთობიო. ეს არის საწყისი, ისევე როგორც პირველი გაკეთებული წამალი, პირველი მოწეული პლანი. გებულობ სიამოვნებას, გიხარია და გონია რომ სულ ეგრე კარგად იქნები. სასმელს ამას არ შევადარებ, მაგრამ აი ეს кайფი და ეს თამაში, პირველი, მეორე, მესამე და სულ ჩათრეული ხარ, როგორც უპეში ხარ, იცი? იმიტომ რომ ნახე, ჩვენ ზომა არ ვიცით, გუგა, ზომა. ოღონდ ზომა არავინ არ იცით. ოღონდ ყველას გონია, ნახე ვინც მანქანიდე დადის, ყველა იძახის რომ მაგრა დადის. გონია და ამ სიჩქარესი არ ეშინია და მე ვიღუპებით. ვინც სვავს იძახის რომ მე შემილიაო. მეც ეგრე, კაროჩე, მეც ეგეთი ის მქონდა რა. მეც ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ აი რაღაცა ცოტა ჩქარი მანქანა რომ ყავს და რო დავდივარ ქალაქში ასე თუ ისე კარგად დავდივდი, კაროჩე მეგონა რომ მაგრა ვატარებდი რა მაგ მანქანას, აი ყველაზე მაგრა. ოღონდ სვეტში ეგრე მეგონა. მეგონა კაროჩე რომ იმენა ტოპ ბოლელი და მძღოლი ვიყავი და სანამ არ დავიმტვერი, აი ეს მაშინ რო დავეტაკე. რო დავეტაკე რა მივხვდი, იცი? ანუ არ გამიმარცხლა რა პონჩი, იცი? აი ესეთ სიტუაცია შემექმნა. ნახე, პროსტა ეგ ისტორია არც მაქვს შენთვის ბოლომდე მოყოლილი რა. აი ესე წინ მიდის მანქანა, მამა. უკრიდან მოყვები მე ჩქარა მოვდივარ. გადმოწიერული რომ უნდა გავასწრო და უცბად ტიპი გამეჩნდა აქ. და რომ მივხვდი რომ იქით უკვე მანქანები მოდიან, ანუ იქით ვერ გადავიდოდი, პროცესზე ხوار გადავიდოდი. აქეთ ვეღარ შემოუძრები, იქით კიდე ავტობუსის ზოლი არის, იცი, რონიკო რო არის, რომელი ქუჩა მანდ. ანუ ან ამ ტიპისთვის უნდა დამერტყა, ანუ მინუსდენი ვიყავი რომ გვერდზე გადმომეკრა და ამ მანქანისთვის, რომელსაც გავასწარი, მაგისთვის დამერტყა. და გადმოვყარი და მანქანას დავარტყრო, ტიპი არ დამემტვრა. მაგრამ ისე შემთხვევით შემექმნა სიტუაცია არაფრიდან. არა და ჩვეულებრივ გაძრომითაც გავძვერი. ყველაფერი გავაკეთე, ანუ გადმოვედი რა ჩვეულებრივ. მე ჩქარებოდა რაღაც 5 წუთის ბაზარი იყო. არ მივხვდი რომ პროსტა ვერ ვატარებ მანქანას ეგრე და აღარ ვცდილობ რა. წესებს საერთოდ ადამიანები თორე ეს წესები იმიტომ არის მოგონილი. ვიღაც ამბობს რომ წესები და კანონები იმიტომ ამოგონილი რომ დაარღვიო, მაგრამ მეორე მხრივ შენ თუ ამ დისტანციას დაიცავ, შენ თუ ამ სიჩქარეს დაიცავ, არსად სოფლო ხო, მაგრამ ეხა მამა, არა ეგეც გამორიცხულია რა. 25 მეტრი არ წერია იმაში, კანონში, რომ 25 მეტრი თუ რაღაც არ უნდა ყო და ნონსენსია ხო ეგრე ვერ 25 მეტრი თბილისში ტიპთან დისტანცია რო გქონდეს, ანუ შეუძლებელია რა. 25 მეტრია. გამორიცხულია, მაგრამ საცობში რო და თან მართლა ეგრე როია, რომ აი შეუძლებელია ტიპი დაიმტვრეს რა. უგარა, ამიტომ უნდა ყველაფერი ნახე თან გამოცდილება არის, მაგრამ თან არ უნდა მივეხმაროთ ამ კანონის დარღვევას ჩვენი სიმთვრალით, ჩვენი სიჩქარით, ჩვენი ზედმეტი დრიფტაობით, ჩვენი ზედმეტი გონკაობით, გაიგე? თორე ეხლა 40-ით რო შეიძლება სიარული და 50-ით და 60-ით ყველა რო გავივლით, ეგიც ფაქტია, ხო? ვინ არ გაივლის იმ კანონის დამწერიც კი ალბათ არ ღვევს რა. მაგრამ ნახე 100-ით რო გაივლი ქალაქში, უკვე ეხლა ჩემ ქუჩაზე შენ ხელა ბავშვები და ალბათ ოდესღაც შენც ღამე რო გიჟებივიც დადიან აბაშიძეზე. ჩვენ ეს არ გვსიამოვნებს, თქვენ გსიამოვნებთ. უსაყვედურებ არ გამოდის. არა და უნდა უსაყვედურო კვე არა, უნდა ჩამოსვა იმ მანქანიდან და უთხრა რომ ბიჭო, ღამე გადაგირბინოს ვიღაცა 100 და 200-ით რომ მიდიხარ, ას მოასწრებთო. ვერაფერსაც ვერ მოასწრებ. მე კიდევ აბუღულებენ ამ მანქანებს. ეგიც არ გსიამოვნებთ, რომ გეუბნებიან რომ შეგაგეჭდა ეგეთი მანქანა. მაინც და მთელი თბილისი გაგიჟებულია, ბიჭო. თქვენ გენაცვალეთ. სუსამი მანქანა 1200 ცხენზე და ერთად რო გავიარა. ხო და რაც ცხენზე იზახი. ღამე 2 საათზე დააძინებენ ბავშვებს ძლივს ხალხი და დადიხართ გიჟებივით. რატო? მე იძახით, სავაცკოი, მატორია, გლუშიცელი. ეგრე არ არის რა, ამ ხალხზეც უნდა იფიქრო რა. არ გამოდის გუგა. ეგრე ჩქარა ივლი, უფრო მეტი ჩქარა ის დადის, ვისაც ეჩქარება. ბიჭო, ეს საკითხია, გუგა ჩქარა ეგ დადის და ღამე 2 საათზე 10 მანქანა აბაშიძეზე რო გიჟებივით გონკაობენ, შენ და შენი ამხანაგები, ეგ გეჩქარებათ? კი არ გეჩქარებათ, დეგენერატები ხართ, თო. აწუხებთ ხალხს, რისკავთ. თქვენ დაიმტვრევით, ჯვარი გწერიათ, ვიღაცას დალეწავთ, ჯვარი გწერიათ და ამ დროს ეგრეც არ გამოდის, რომ ყველა წავიდეს რუსთავში და ტრეკზე იგონკაოს.
თორე კი იცი, სადაც არის, გონკაო. რას დადიხართ მაშინ ქალაქში ეგრეთო? ეხლა მე არ მინდა ისე გამომივიდეს, ვითომ ჭკუას გასწავლით, მაგრამ რატომაც არა. იცოდეთ, რომ უფრო მეტი კი არ დაგლოცავთ ეგეთ დროს. უფრო მეტი გეტყვით, კარგს არაფერს რა. რო გაივლი ღამე 2 საათზე, თან რო აგაზავე. თან რო გიჟივით გაივლი, გაძურები. გამოსავალი მოგიფიქრე. რა? ღამის 2 საათზე აწ ყველა ვიგაზავებთ ელექტრომანქანებით. ხმა ორი სარკევა და ჩვენც გავერთ. ელექტრომანქანები ვაფშე გონკებში გამოდიან? საანჩქარები არიან მამღადა. ჩქარები რო არიან, ვიცი, მაგრამ ნუ ეგრე არ მე იმასება. მგონი ეგ არის, რაც უფრო ჩააჭერთ გაზ და რაც უფრო გიჟებივით ივლით რა. ანუ ეგ არ არის მუღამი. ვაფშე არ არის ეგ მუღამი, შენასაც ჩქარა წასვლა არ არის მანდ მუღამი რა. ჩქარა წასვლა ყველაზე ნაკლები მუღამი. ანუ დადიხარ ეგრე, შეგრძნება. აი ეს მომენტი არის მაგარი რა. იცი რა არის გუგა, ზომიერება უნდა იცოდეს შენ ხელამაც და ჩემ ხელამაც ყველაფერში. ჩვენ ვერასდროს ბოლომდე კანონ მორჩილი ხალხი ეს სამხრეთელი ტემპერამენტიანი ქართველები ვერ ვიქნებით. მაგრამ აი რაღაც ზომაზე მეტი არ უნდა გააკეთო რა, ზომაზე მეტი არ უნდა ითამაშო, ზომაზე მეტი არ უნდა დალიო, ზომაზე მეტი არ უნდა აბღავლო მანქანა ქუჩაში. დანარჩენი ყველაფერი დაალაგდება რა. მოკლედ დღევანდელი გადაცემა ეგეთი გამოგვივიდა ხალხო. სერგი ცოტა ზედმეტი მოვიდა დალევა და ნუ მოკლედ გადაცემა. სერგი წავიდა სახში. გუგამ ჩაანაცვლა სერგი და ცოტა ვისაუბრეთ. ამ გადაცემაზე მოდიშს მოგიხდით, მოგვიწერეთ, ჩვენი მეოთხე სერია იქნება დღევანდელი გადაცემა. ცოტა სხვანაირი, მოკლედ, ნაფოტასთან მარაკანაში გვეყოლება სულ ახალი სტუმრები, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გუგა როგორც ამბობს, ახლა 3 ვიდეოს კვალობაზე 3000 გამომწერი ყავს და 10000-ზე მეტი ნახვები აქვს თითო ვიდეოს და ეს არის ძალიან კარგი შედეგი. მოკლედ, აი, შენ თუ არ გამოგიწერია ჯერ გამოიწერე, ხო იცი იქ რაღაცა. ეხლა გუგა ისრით განახებთ რა, რაც უნდა დააჭიროს და შემდეგ გადაცემას სტუმრის გარშე არ ჩავწერთ. ხო, ნუ შემდეგ გადაცემას, იმიტომ რომ სერგი შეიძლება ეხლა ერთთვიანი საპოი დაეწყოს, მოკლედ სერგის იმედზე ბოლომდე ვერ ვიქნებით რა. ვენაცვალე სერგის, ჩემი ძმა არის, გაგრძელება იქნება.